განკურნება არ არის საკუთარი თავის შეკეთება. ბევრი ჩვენგანი ასე ცხოვრობს, თითქოს გადახილები ვართ, თითქოს რაღაც ჩვენ შიგნით არასწორად მუშაობს და აუცილებლად უნდა შევაკეთოთ. ვცდილობთ მოვიშოროთ ის ნაწილები, რომლებიც არ მოგწონს, ვერ ვწვით ტკივილს, ვცდილობთ ნამსხვრევების სწრაფად შევაწებოთ, რომ ისევ სწორად გამოვიყურებოდეთ, რომ ბოლოს და ბოლოს მზად ვიყოთ ცხოვრებისთვის. მაგრამ იქნება ეს ყველაფერი შეცდომაა? რა მოხდება თუ განკურნება არ ნიშნავს ბრძოლას საკუთარ თავთან? თუ ის საერთოდ არ არის შეკეთება, გამოსწორება ან გამართვა? იქნებ განკურნება ნიშნავს იმას, რომ იმ ნაწილებს, რომლებიც გადახილად მიგაჩნია საკმარისი სიყვარული მისცე, რომ მათ ბოლოს და ბოლოს ამოისუნთქონ. განკურნება არ არის რბოლა. ის არის მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიო. არც სიაა, სადაც მოინიშნავ. ეს გამოვასწორე, ეს დავძლია, ეს მოვიშორე. განკურნება ჩვენი პროცესია. ეს არის უნარი დაჯდეთ კიბილთან ერთად, არა როგორც მტერთან, არამედ როგორც რაღაცასთან, რაც შენს ისტორიას ეკუთვნის. ეს არის ნებართვა, რომ დროის წინააღმდეგ აღარ ირბინო, რომ არ აიძულო საკუთარი თავი სწრაფად გამოჯანმრთელდეს, რომ მისცეს სივრცე იმ მკვეთრ კუთხეებს, რომლებიც დღეს ასე ძლიერ გდგენს. ნელ-ნელა დარბილდეს. მიეცი თავისუფლება, იყო იქ, სადაც ახლა ხარ. არ გჭირდება ყველაფრის დღესვე გადაწყვეტა, არ გჭირდება მაშინვე ძლიერი გახდე, არ გჭირდება საკუთარი თავის გამართლება. როცა შეწყვეტ იმის მცდელობას, რომ საკუთარი ნაკლოვანებები გამოასწორო და იწყებ მათ მიღებას, არა როგორც შეცდომებს, არამედ როგორც შენი გზის ნაწილს, სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი განკურნება. ის არის იმ შეჩერებულ წამებში, სადაც ღრმად სუნთქავ. იმ სიჩუმეში, სადაც საკუთარ თავს პირველად არ აჩქარებ. იმ თავზე მოხვევაში, რომლებსაც ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს აძლევ. შენ არ ხარ პროექტი, რომელსაც უნდა შეკეთება. შენ არ ხარ პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყდეს. შენ ხარ ადამიანი, რომელსაც სჭირდება მოთმინება, სიყვარული და თანაგრძნობა. ტკივილის მიმართაც კი. რადგან განკურნება მაშინ იწყება, როცა წყვეტ ბრძოლას საკუთარი თავის წინააღმდეგ და იწყებ სიყვარულს საკუთარ თავთან. და სწორედ იქ, სადაც აღარ ცდილობ შეცვლას, იწყება ნამდვილი ცვლილება.